ძირითადად როდესაც ვგავთ ნერგს, პირველ, მეორე, მესამე წელიწადს ხოლმე, ხო? ფორმირება არის ერთი და იგივე რა, სანამ ეს ვარჯი დამსხვილდება რა. პირველ წელიწადს ამოვჭრით, მეორე წელიწადს ამოვჭრით, მესამე წელიწადს ძირითადად უყვებას და ბალანსებელს ვაძლევთ და კარგად ვყვებავთ. მესამე წელიწადს თავისუფლად შეგვიძლია, რომ დავაყენოთ შტამპი რა. შტამპის დაყენება რას გულისხმობს? როდესაც უკვე ვფიქრობთ, რომ დაყენდება ვენახი და ძირითადი ღერძი აქვს უკვე შესაბამისი ზომის, პირველ მავთულთან ხო ავიყვანთ. ნუ ეხა აქ დაბალი ვარიანტია არჩეული, მაგრამ ესე ვაკეთებთ ხოლმე, მავთულს ქვემოთ ვატოვებთ ორ კვირტს და მავთულს ზემოთ ვტოვებთ ერთ კვირტს. და როგორ ეხა? ეს საშუალებას გვაძლევს, რომ სამომავლოდ ავირჩიოთ თუ გვინდ კორდონი, თუ გვინდ გუიოს ტიპის. თუ გუიოს ტიპის გასვლას და ფორმირებას გადავწყვეტთ, მაშინ მავთულს ზემოთ დავტოვებთ რქად მოსახოს, ანუ ნაყოფი რომ მივიღოთ მაინც ახლა ჩვენ პირველ წელიწადს და იმ ორ კვირტს მოპირდაპირე მხარეს უნდა იყოს აუცილებლად დავნეკავთ. ანუ ორ კვირტზე გადავწყვეტთ, მაგრამ ამ კვირტის ანუ თანმიმდევრობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და განამწყვეტი მნიშვნელობა, რომ მომავალში ჩვენ სწორად გავაკეთოთ გადაჭრები, რომ ვენახს და ჯიშს, რაც აქვს ჯიშური პოტენციალი, მთელი წლების განმავლობაში მაქსიმალურად გამოავლინოს რა. თუ სწორად გავსხლავთ, ხო, ეგ არის რომ ვთქვათ 25 და 30 წლის ვენახი არ დაიწყებს ხმობას. პირიქით 30 წლის შემდეგ ხდება ხოლმე, ან თავისი პოტენციალი ჯიშური რომ მაქსიმალურად გამოავლინოს რა და თუ არასწორად გავსხავთ, პირიქით ნელ-ნელად ჩამოვა ეს პოტენციალი და მოსავლიანობა იკლებს. რეალურად ეს მოსავლიანობის კლება უნდა იყოს გრაფიკულად 45 წლის შემდეგ რა. ხო ხდებით? აქ ამ შემთხვევაში ახლა კორდონი აქვთ გადაწყვეტილი და შეგვიძლია ეს ძირითადები ახლა ნახე ამონაყარი რაც არის პირველ რიგში ეს გავასუფთავოთ. აქ ახლა არ აქვთ მწოლის სხვა სწორად ჩატარებული. ეს შეგვიძლია მოვაჭრათ მაკრატლით. აქაც შეგვიძლია ეს მოვაშოროთ ეს ზედმეტები რაც არის რა. ну ეს ქვემოთა მხარე რომელიც არის ძირითადად ქვემოთ ჩაწვება შემდეგ და შეგვიძლია ჩამოვაშოროთ. ესე კორდონის ახლა ნახეთ როგორ რას ნიშნავს ეს. ხო აქვს ესე კვირტები. დანაყოფები ახლა. ნახეთ ორ-ორი რომელიც აქვს ამონაყარი შეგვიძლია ერთი ჩამოვაშოროთ. ნებისმიერი ერთი, ანუ ტყუპი ამონაყარი რომელსაც აქვს მნიშვნელობა არ აქვს რომელს დავტოვებთ ძირითადად, რომელიც უკეთესი მნიშვნელობა და პოზიციის იქნება, ის შეგვიძლია დავტოვოთ. ეხლა რაოდენობის მიხედვით, ნახეთ. რაოდენობის მიხედვით, როდესაც ჩვენ კვირტების რაოდენობას ვგეგმავთ, უნდა განსაზღვროთ ჩვენი მიზანი რა არის. გსურს მივიღოთ რაოდენობრივად მეტი მოსავალი, თუ ხარისხიანი მოსავალი. თუ რაოდენობრივად მეტი მოსავალი გვინდა, დავუტოვებთ ყველას. უბრალოდ ამას ჩამოვაშორებდი, იმიტომ რომ ესენი ერთმანეთში გადაიხარდება და ჰაერაციას შეუშლიდა ხელს რა. ესე. ანუ რაოდენობრივად ეს კი მაწყობს, მაგრამ თუ ვთქვათ ხარისხზე ვარ ორიენტირებული, განსაზღვრავ ძირზე რამდენი კილოგრამი მიდა პოტენციალი, რომ ხარისხი დამიბალანსდეს რა. და იმის მიხედვით რაოდენობაში დავტოვებ. რადგან აღნიშნულ ვენახში ახლა ორიენტირებული რაოდენობაზე არიან, ახლა ამას არ შევეხებით და დავტოვებთ რაოდენობაზე რა. რადგანაც სამმხრივი გუიო აქვს, კორდონი აქვს გაკეთებული, აქეთ თავისუფლება არის, გაცილებული არის რიადი და შეგვიძლია აქედან ავიღოთ ერთი ნეკი, რომელიც შეგვიძლია მომავალი წლისთვის რომ მოძლიერდება, აი აქ არის კარგი პოზიცია და გადავაწვევთ აქეთ, იგივე პრინციპით რა, როგორც აქეთ გვაქვს გადაწყვეტილი, ესე გადავიყვანთ აქეთ. აი აქ ფორმირება დასრულებულია ახლა.